ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფების ისტორიული შეხვედრა ვაშინგტონში გაიმართა. თავიდან ტეტ-ატეტ შეხვედრა აწარმოეს ლიდერებმა, ამის შემდეგ კი მათ შტატების ადმინისტრაციისა და ისრაელის დელეგაციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ამის შემდეგ ნეთანიაჰუმ და ტრამპმა გარკვეული პერიოდი ისევ პირადად ისაუბრეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამართეს ერთობლივი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციაზე ტრამპმა გააჟღერა იდეა, რამაც მსოფლიო შოკში ჩააგდო, რომ ღაზის ყველა მოსახლეს მოუწევს სექტორის დატოვება და სხვაგან გადასახლება. ამასთან შეერთებული შტატები აიღებს კონტროლის მექანიზმს ღაზაზე, გაწმენს მას ტერორიზმისგან და აღადგენს მას, გადააქცევს ახლო აღმოსავლეთის რივიერად. პრეზიდენტმა განაგრძო საუბარი ღაზის ზოლიდან მოსახლეობის გასახლების გეგმაზე და ახსნა ეს პოზიცია იმით, რომ ღაზა არ არის შესაფერისი ნორმალური პირობების ცხოვრებისთვის, რომ იქ ხალხი იტანჯება და ცხოვრობს მუდმივ საფრთხეში და სხვა ადგილას დასახლებულებს შეეძლებათ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეთ. ღაზა არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე და ჩვენ გვინდა მივცეთ ღაზელებს უკეთესი ცხოვრების შანსი, რაც მოუტანს სტაბილურობას და მშვიდობას, განმარტა ტრამპმა თავისი იდეა. ამას გარდა პრესკონფერენციაზე ამერიკის ლიდერმა განაცხადა, რომ გააუქმა იარაღის ემბარგო ისრაელისთვის და დაამტკიცა ებრაული სახელმწიფოსთვის $2 მილიარდი დახმარება. ნეთანიაჰუსთან შეხვედრამდე ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას ირანისთვის სანქციების გამკაცრების შესახებ. თქვა, რომ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებისთვის უმკაცრესი ზომები იქნება მიღებული. ჩვენ გქონდა მშვენიერი საუბარი, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეთაურობით მივაღწევთ ახალ გამარჯვებებს. ახლა ამერიკა-ისრაელის ურთიერთობა კიდევ უფრო გაძლიერდება, შეაჯამა ტრამპმა. უნდა ითქვას ისიც, რომ თავად ნეთანიაჰუ თავს კომფორტულად გრძნობდა ოვალურ კაბინეტში. ეს აღარ იყო ის ნეთანიაჰუ, რომელიც ობამას ისტორიას უკითხავდა ახლო აღმოსავლეთის თემაზე. და კიდევ ერთი ნიუანსი, ტრამპმა ისრაელის პრემიერს თავისი ხელმოწერილი ფოტო აჩუქა ბიბის დიდი ლიდერი წერია ფოტოზე. თავის მხრივ ნეთანიაჰუმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს 2 პეიჯერი აჩუქა, ჩვეულებრივი პეიჯერი და ოქროს პეიჯერი. ამ საჩუქარზე კი ტრამპმა უთხრა, რომ ეს იყო გრანდიოზული ოპერაცია. საუბარია ისრაელის მოსადის ოპერაციაზე, პეიჯერების ოპერაციაზე ჰეზბოლას ტერორისტების წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩატარდა და რამაც 4000-მდე ტერორისტი გაანადგურა და დაასახიჩრა.